2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვა გრძელდება. დღეს ნენე გაბლაიას და თათია აფრიამაშვილის საქმეები განიხილეს საქალაქო სასამართლოში. აქტივისტები რუსთაველის თეატრთან პოლიციამ ძალის გამოყენებით იმ დროს აიყვანა, როცა მოქალაქეები თია წულუკიანის ეგრეთ წოდებული კომისიის დასკვნას აპროტესტებდნენ, სადაც ივანიშვილის გუნდი ომის დაწყებას საკუთარ ქვეყანას აბრალებს. აქციაზე სულ 23 მოქალაქე დააკავეს. ალბი კორძაიას უკვე შეფარდებული აქვს 12 დღიანი პატიმრობა. რა ხდება სხვა აქტივისტების საქმეებთან დაკავშირებით? ლიზი ვეკუა გვერდება ახლა ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. თამარ რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ლელად საგარეიშვილმა სამოქალაქო აქტივისტი თათია აფრიამაშვილის სამართალ დამღევად ცნოდა. ის 5,000 ლარით დააჯარიმა. მას ედავებოდნენ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას. გამანდელ სხდომაზე განიხილეს და იკითხდნენ მოწმეები, რომლებმაც თითქოს დაადასტურეს, რომ თათია აფრიამაშვილი შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ასევე არ ემორჩილებოდა მათ და სწორედ ამიტომ მოსამართლე ლელად საგარეიშვილმა სათათბიროდ გასვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ის 5,000 ლარით დააჯარიმებინა, რაც შეეხება მოლოდინებს და ამ ყოველფრის ამ გადაწყვეტილებაზე თათია აფრიამაშვილის პასუხს ჩვენ ვესაუბრეთ მას და როგორც ის ამბობს, ისაუბრა 12 დღიან პატიმრობას ალბი კორძაიას მსგავსად, რადგან თulis რომ ქართული ოცნება ადმინისტრაციული წესით დაკავებებით პროტესტის ხმის ჩახშობას და მათ გაჩუმებას ცდილობს ხოლმე. სწორედ ამიტომ როგორც თათია აფრიამაშვილი ამბობს, ის პირიქით ელოდებოდა, რომ მას დააპატიმრებდნენ, ამიტომ გაკურებულიც არის, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ნებისმიერი განაჩენის მიუხედავად ის ბრძოლის შეწყვეტას არაპირებს, განაგრძობს ბრძოლას და კიდევ უფრო მეტჯერ გავა რუსთაველის გამზირზე, მანამ სანამ თითოეული სინდისის პატიმარი არ გათავისუფლდება. თათია აფრიამაშვილის პროცესის გარდა ამ წუთებში მიმდინარეობს ასევე სამოქალაქო აქტივისტის ნენე გაბლაიას სასამართლოს სხდომას განიხილავს, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო ენუქიძე და მასაც თათია აფრიამაშვილის მსგავსად ედავებიან 2 მუხს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქაც ითხოვს პატიმრობას, ჯერჯერობით უცნობია გადაწყვეტილება და შესაბამისად ამ საკითხზე მომდევნო გამოშვებებში უფრო მეც მოგიყვებით. ნენე გაბლაიას პოზიციაც ზუსტად იმავენაირია, ის ამბობს, რომ ბრძოლის შეწყვეტას არანაირი მიზეზის გარეშე არაპირებს. რაც უნდა იყოს, ეს იქნება პატიმრობა თუ ჯარიმა. 21 საუკუნეში 2025 წელს ადამიანები ერთმანეთს 5,000 ლარიან ჯარიმას გულოცავთ. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვებას გურჩევნია ფულადი ჯარიმა, როცა რეალურად საერთოდ დამნაშავეები არ ვართ და უნდა შეწყდეს საქმის წარმოება თუ სამართლიანი სასამართლოს პირობებში იქნება განაჩენი გამოტანილი, მაგრამ როგორც ხედავთ, გვაჯარიმებენ და ამას აღნიშნავთ ახალგაზრდები, სტუდენტები, რა ვიცი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები და ასე შემდეგ. ჩემი აზრით უბრალოდ ყველა ადამიანმა შესაძლებლად მოსამართლეს მდივანმაც უნდა იფიქროს საკუთარ მომავალზე, მაშინ როცა ჩვენ ახლა ვისაც გვასამართლებენ მათ პროცესებზე მივალთ დამსწრებად, არ უნდა შევცვლათ იმის, რასაც ჩვენ გვიკეთებდნენ დღეს. ველოდები ადმინისტრაციულ პატიმრობას, იმით შეგუებული ვარ ამ ფაქტთან, უკვე ყველანაირად გამზადებულიც მოვედი. დაგვაკავეს 2 სექტემბერს, სადაც იყო წულუკიანის დასკვნითი კომისია საბოლოო, რაზეც ყველაზე დიდი აურზაური უნდა ყოფილიყო რეალურად, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. გზაზე გადასვლა იყო მცდელობა, რომელიც არ გამოვიდა რეალურად და ერთმანეთზე მიყოლებით დაიწყეს პატიმრობა. წამიერად, ლამის მართლა წამიერად მოხდა ჩვენი ყველას დაკავება. ერთმანეთს მიგვაყოლეს ყველა. 3 საათზე არის ჩანიშნული ასევე ლაშად გებუაძის სამოქალაქო აქტივისტის სასამართლო პროცესით. ამ პროცესსაც სხდომასაც განიხილავს მოსამართლე ნინო ენუქიძე. მოგეხსენებათ, რომ 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე, შოთა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 აქტივისტი დააკავეს, მათგან უკვე 2-ს თათია აფრიამაშვილს 5,000 ლარი მიუსაჯეს და რამდენიმე დღის წინ ასევე ვიგლეთ პირველი ადმინისტრაციული დაკავებაც ამ საქმეზე. ალბი კორძაიას 12 დღიანი პატიმრობა მიესაჯა. დღეს გავიგებთ რა განაჩენს გამოიტანენ და რა სანქციას დაუწესებენ ნენე გაბლაიას და ლაშად გებუაძეს.